სრულად ახალი თუ ძველი ახალი შუქნიშნები არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება თბილისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ახალი თაობის შუქნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა მოქალაქეების შეცდომაში შეიყვანა, რადგან შუქნიშნები, რომელიც ახლა მონტაჟდება 2011 წელსაც არსებობდა. ბრალდებას წინ მერიის ინიციატივა და სპეციალური განმარტება უძღვოდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და თითოეული მათგანი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და მიერთებულია მართვის ერთიან სისტემას. სატრანსპორტო ქაოსი გზებზე და მერის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ლარი, რომლის მიზნობრიობა ეჭვქვეშ დგას. ბაჩო მანჯავიძე მუშაობდა თემაზე. ქალაქში ცენტრალურ მაგისტრალებს უკვე ჭკვიანი შუქნიშნები აკონტროლებენ. ძველი დროის ამთველი შუქნიშნები, რომლებიც მოსახლეობას საშუალებას აძლევდა განესაზღვრათ თუ რა დროის მონაკვეთში შეძლებდნენ მოძრაობის გაგრძელებას, ახალი სისტემით შეიცვლება. ხანდახან არის რომ სარიელი მოძრაობა შესაბამისად არ არის იმის საჭიროება რომ აინდოს წითელი და რატომაც არ არის. ჩობდა რაც იყო რომ ჩვენი თვალით უყურებით რამდენი იყო დრო დარჩენილი და გააშენდა. მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თქმით, ახალი თანამედროვე ტიპის შუქნიშნები უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც საცობებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. შუქნიშნები აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რომლებიც თვითონ ავტომატურად საზღვავენ თუ ამა თუ იმ მიმართულებიდან რამდენი სატრანსპორტო საშუალება მოდის, რომ განსაზღვრავენ მწვანე ფერის ხანგრძლივობას და აძლევენ უფრო მეტ მწვანეს იმ მიმართულებას, საიდანაც მეტი სატრანსპორტო საშუალება მოდის. ეს სწორედ ის ცენტრია, სადაც ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქნიშნებიდან მოსული ინფორმაცია მუშავდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ობიექტზე რაიმე სახის შეფერხება მოხდა, ცენტრში მომუშავე ოპერატორებს უკვე თვითონ შეეძლებათ გზაზე არსებული ვითარება აკონტროლონ და სისტემა ხელით მართვის რეჟიმზე გადაიყვანონ. ამ ეტაპზე უკვე თბილისში 19 ახალი ტიპის შუქნიშანი ფუნქციონირებს, რომელიც გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მართვის ცენტრს 24 საათის განმავლობაში ავტომატურ რეჟიმში აწვდის. საგანგებო სიტუაციების დროს კი ოპერატორები რამდენიმე წუთში შეძლებენ ვითარება ადგილიდან ხილაკზე ერთი ხელის დაჭერით განმუხტონ. აქ გვაქვს 19 ობიექტი, რომელიც შარშან ჩაისწრო კონტროლის ცენტრში. აქედან შეგვიძლია თითოეული ობიექტის ინდივიდუალურად გაკონტროლება. შეგვიძლია გავხსნათ თითო ობიექტი, ამოვიტანთ ეკრანზე და ლაივ რეჟიმში დავინახავთ მდგომარეობას თუ რა ხდება ამ ობიექტს. მერიის ინიციატივას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ახალი შუქნიშნების დამონტაჟებით ბევრი არაფერი შეიცვლება და თანხები უშედეგოდ დაიხარჯება. არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველი ანტიკორუფციული კავშირი კი უკვე ამზადებს სარჩელს თბილისის მერიის წინააღმდეგ და ახლო მომავალში მას შესაბამის სტრუქტურებს გადასცემს. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული. მაგალითად 2012 წელს 290,000-მდე დაიხარჯა, ასევე წელს არის გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ბუნებრივად ჩვენ გვიჩნდება კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით. გამჭვირვალე რომ გახდეს ახლო მომავალში აუცილებლად გადაეცემა ეს შესაბამის სამსახურებს შესასწავლად და გარწმუნებთ რომ დაიდება დასკვნები კორუფციული რაღაც სისტემის არსებობის შესახებ, რაზედაც სერიოზულად აგებენ პასუხს ის თანამდებობის პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამა თუ იმ დანაშაულებში. ჭკვიანი შუქნიშნების რიცხვს იანვრის ბოლოს კიდევ 69 დაემატება. მომავალი წლისთვის კი ქალაქის ყველა ცენტრალურ მაგისტრალს მოიცავს. აღნიშნული სისტემის დანერგვისთვის მერიამ წელს 5 მილიონი ლარი გამოყო.